რა უნდა გაკეთდეს ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კუთხით დედაქალაქში მომდევნო 4 წლის განმავლობაში. კახა კალძემ დღეს პრეზენტაცია გაამართა და დეტალურად ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რის გაკეთებასაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების, ფილტვის კიბოს სკრინინგისა და ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიის დაფინანსება. ეს არის სიახლეები, რასაც პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა. ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ასევე ყველა იმ პროგრამის გაფართოება იგეგმება, რაც თბილისის მერიაში უკვე ხორციელდება. ჰუმანიზმზე და სოციალურ სამართლიანობაზე დამყარებული პოლიტიკა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კვაკუთხედია. ჩვენ არასდროს დაგვიყვია მოქალაქეები ჯგუფებად, ჩვენი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს მოსახლეობის კეთილდღეობაზე და აგურ აშენებს ჩვენი ქალაქის უკეთეს მომავალს აბსოლუტურად ყველასთვის. რაც შეეხება მომდევნო 4 წელს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები გაფართოვდება და მოქმედდება 3 ახალი პროგრამა. ესენია: ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსების პროგრამა, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამა და ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიის დაფინანსების პროგრამა. სრულად 100% დაფინანსდება ის წინამდებარი კვლევები, რომელიც საჭიროა ფილტვის კიბოს გამოვლენისთვის და აქაც ჩვენი ვარაუდი არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხდება. ასევე 100%-ით ვაპირებთ, რომ დავაფინანსოთ ფარისებრული ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიის პროგრამა, რომელიც გამოირჩევა თავისი ეფექტურობით და ასევე მაღალი მოთხოვნა არის აღნიშნულ სერვისზე. ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის ჩვენთვის, ძალიან ბევრ ადამიანს უწოდებთ დახმარების ხელს და კიდევ გავაგრძელებთ აღნიშნული პროცესების მონიტორინგს იმისთვის, რომ არავინ არ დარჩეს ამ ბენეფიტების მიღმა.